მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს სიმართლის გაგონება და ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბის შემსხმელი არ არის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან, რომელიც გამოიხმაურა ოპოზიციის მწვავე რეაქციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადების შემდეგ. ამ ადამიანებს აღიზიანებთ სიმართლის გაგონება, ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბის შემსხმელი და საკმევლისა და გუნდრუკის მკმეველი არ არის, განაცხადა ქადაგიშვილმა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მთავარი არქის ერთ-ერთი დამფუძნებლის საზა ოქროაშვილის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია, როდესაც გვარამია რუსთავი ორში მუშაობდა და სასამართლო მის გაამტყუნა თანხის მითვისებაში კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში ატყდა ჟირიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყვილი და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ერთხელ ხომ დაადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქროაშვილმა აღიარა, რომ 100,000 ლარამდე ხელფასი აქვს რაში იმაში, რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ასე შემდეგ. ამაში იღებს 100,000 ლარს. მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყიდებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ, დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის მთავარი არხი, რატომ იღვწიან იმისთვის, რომ გვარამიამ 100,000-ები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს, აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის საზა ოქროაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიამ და გაბუნიამ საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს. შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინა, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები. მოდით ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევების საბოლოოდ უნდა შეწყდეს, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ზელენსკიზე საუბრისას. მან კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც ევროპულ საბჭოში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოითხოვა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფნი ქვეყნის პირველი პირი და ამაზე მძიმე განცხადებები, რომლებიც საერთოდ არ ესადაგება არც ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და არც იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც უკრაინას გააჩნია. მოდით ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევები დიდი ხნის წინ დაწყებული, ახლა არჩევნების დროს გამოკვეთილი. საბოლოოდ უნდა შეწყდეს, აღნიშნა მათიკაშვილმა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპისგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება ევროპული საბჭოს ხდომაზე გააკეთა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემაჯამებელ პრესკონფერენციას და ამ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ შორის რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ალენ ბერსეს მოწოდება დიალოგთან დაკავშირებით. ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გაკეთებული განცხადება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით არ არის გამორიცხული რადიკალებმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რუსეთუმეთ შერაცხონ. როცა დაიწყო ბერსეს ვიზიტი საქართველოში, მათი საწყისი შეფასებები უკვე იძლეოდა იმის თქმით შესაძლებლობას, რომ ისინი ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდნენ ამ პროცესისადმი და ასე გაგრძელდა სამწუხაროდ. უფრო მეტის არ გაგვიკვირდება თუ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ როგორც რუსეთუმეს ან რუსეთის აგენტს, განაცხადა ლევან მახაშვილმა. რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს. მგონი ვიღაცები ვერ აფასებენ ჯანსაღად მოვლენებს. ისიც არ იციან, მგონი რომ 100,000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე და რაღაცნაირად ვიღაცამ სცადა, რომ ძალა შეეძინა პროტესტისთვის, რომელიც უკვე არის ჩამქრალი. ამას უკავშირდება ბუნებრივია ეს არაფრის მომცემი სანქციების დაწესება, განცხადებები ევროპული საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მხრიდან. რეალურად ამით ოპოზიციას ვერავინ გააცოცხლებს. რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები. აქედან ჩანს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და მოკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს და პრინციპში კარგად ვითარდება ძალიან მოვლენები. ამ დღების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა, რაც არის არა მარტო კარგი და საჭირო, არამედ აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს, აღნიშნა ირაკლი კობახიძე.
საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ საუბრობს. მოკლედ საეჭო კაცი ძალიან საეჭო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭო შეხვედრების შემდეგ ძალიან საეჭო განცხადებას აკეთებს, ამბობს გახარია. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში და იცვას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. ბრიტანელ დიპლომატ საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფო საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც იანვარში უფლებამოსილების ვადა ეწურება, მაქსიმალურად ცდილობს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს. კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არსებული ადმინისტრაცია კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამდა. როგორც იცით, რამდენიმე დღეში მათ უფლებამოსილების ვადა ეწურება და მაქსიმალურად ცდილობენ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც ტრამპს დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა. აქაც მინდა ერთი რამ თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ახალ ადმინისტრაცია შეიძლება რადიკალურად განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს. ჩვენს გვაქვს ამის მოლოდინი, რომ იქნება სწორი და მართალი დამოკიდებულება თუნდაც საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ჩვენს გასაკეთებას, ჩვენი ქვეყნის გასაკეთებას მერწმუნეთ ვერავინ გააკეთებს. ტრამპი არის ამერიკის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს თავისი ქვეყნის ინტერესებს. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ აგვირჩია ხალხმა და პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. აქ არავინ მოვა იმისთვის, რომ ქართველების ინტერესი გაატაროს. ყველას დასავლეთს, ამერიკას, რუსეთს, ჩვენ სამეზობლოს აქვს თავისი პირადი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, უნდა დავდგეთ მაგრად და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი, განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ზოგიერთი დასავლელი ლიდერის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, მერი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. რაც შეეხება დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებებს, ამას აქვს თავისი ახსნა. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ეს არის რეალობა, მოცემულობა. ისინი ამ რადიკალებთან ერთად არიან დამარცხებულები. მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა, არა, მუდმივ ბულინგს, მუდმივ ბოროტებას, შეურაცხყოფას და იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, გინდა მეორე ფრონტით, გინდა სანქციებთან მიერთებით და ასე შემდეგ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნეს გარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლს. ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსაც. თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე კონდეს კონსულტაციები ბიზნესთან. ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ ქონდა აქამდე 4 ასეთი მოვლენა და 4-ვე შემთხვევაში ქონდა მოკლევადიანი რყევა. თუმცა ძალიან მალე დაუბრუნეთ ქვეყანა განვითარების სწორ მიმართულებას, კონკრეტულად ბიზნესი დაუბრუნეთ განვითარების სწორ მიმართულებას. აქაც მოხდა იგივე, როგორც იყო მცირე რყევა რამდენიმე დღიანი ლარის კურსის შემთხვევაში, ასევე ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ნიშნულს ლარის კურსი და კიდევ უფრო დასტაბილურდება და იგივე ეხება ბიზნეს აქტივობებსაც. მაშინაც იყო მოკლევადიანი რყევები და იმის გამო, რომ საერთო ეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი, ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება ხოლმე პირვანდელ მდგომარეობას. აქაც მოხდება ზუსტად იგივე, უკვე დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნეს გარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, განაცხადა ირაკლი კობახიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აჩიკო მეფარიძის პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე მომღერალმა კითხვებს უპასუხა. გამოძიება აჩიკო მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობას და მუქარას ედავება.
სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაბა ბაკურიანში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადგილობრივებმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამცველების მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი, მაღალი გამოვლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში. ნებისმიერი სამართალდამცველების აღკვეთის მიზნით რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ. გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების საშუალებითაც ვახორციელებთ, რაც უკანონო სარგებლობის დროულად გამოვლენას უწყობს ხელს, აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. დღეს დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც არგენტინის, ალბანეთის, მონტენეგროს და პორტუგალიის საელჩოებია განთავსებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მომხდარის გამო პორტუგალიის საგარეო უწყებაში რუსეთის საელჩოს დროებით ირწმუნებული დაიბარეს და პროტესტი გამოუცხადეს. მოგვიანებით პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაულო რანჟელმა განაცხადა, რომ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმას მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს. როგორც პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საჰაერო იერიშის შედეგად შენობაში, სადაც საელჩოებია განლაგებული, ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა კარები. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინა მისი ტერიტორიის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტის ნებართვას არ გასცემს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას. თუ ზელენსკი არ შეუშვებს ჩვენს გაზს, შეიძლება დაიწყოს სერიოზული კონფლიქტი, აღნიშნა ფიცომ. მისივე განცხადებით, ზელენსკიმ გამორიცხა კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა და თავისი შეთავაზებები წარმოადგინა. მათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აბსურდული უწოდა. მაგალითად, ის ზელენსკი გააგრძელებს ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გადავხდით ფულს მომწოდებლებს კონფლიქტის დასრულებამდე, რომელიც სულელი მოგაწვდის გაზს უფასოდ, აღნიშნა ფიცომ. როგორც ცნობილია, სლოვაკეთი რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიიდან იღებს. გრძელვადიანი კონტრაქტი გაზპრომასა და ნაფტოგაზ უკრაინას შორის ამ წელს იწურება. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 502 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით 403 მებრძოლი დონეცკის მიმართულებაზე დაეცა, 12 ლუგანსკის მიმართულებაზე, 57 ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხოლო 31 ცხედარი რუსეთის პროზექტურებიდან დაიბრუნეს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხოლოდ გერმანიის სიდიდით მეორე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის გადარჩენს გერმანიას, მხოლოდ ალტერნატივას გერმანიისთვის შეუძლია გერმანიის გადარჩენა, დაწერა მან. ცნობისთვის, გერმანიაში 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ასეთი გახდათ საინფორმაციო გამოშვება, მე კი დროებით გემშვიდობებით, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე, მადლობთ, რომ გვიყურებთ.